ორივე მხარისთვის რაღაც დონეზე ეს შემოთავაზებული ვარიანტი არის არა ხელსაყრელი შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ განსაკუთრებით უკრაინისთვის, იმიტომ რომ უკრაინას რასაც ითხოვენ ტრამპის გეგმის მხრიდან, ეს არის ის, რომ უკრაინას მოუწევს მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა, აღიარება, ესე ვთქვათ, იმ მიტაცებული ზონებისა, რომელიც აქვს რუსეთს 2014 წლიდან დღემდე და ფაქტობრივად უკრაინა ამ მოცემულობით შესაძლებელია ვთქვათ, რომ კაპიტულაციას გამოაცხადებს თუ ის დათანხმდება აი ამ გეგმას, თუმცა მე ღრმად მწამს, რომ იმ ვითარებაში დღეს უკრაინის შერეღებული ძალები იმყოფება, მათ არ აქვთ იმგვარი სიტუაცია, რომ ესეთ კაპიტულანტურ, ესე ვთქვათ, ძალდატანებით პირობებს უნდა დათანხმდნენ, რადგანაც მათ გაუძლეს 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის ჯარი არ იყო ინფორმაციის, როგორც არის ის დღეს. აქედან გამომდინარე, უკრაინის ჯარს შეუძლია ბრძოლის გაგრძელება, თუმცა ამისათვის მათ სჭირდებათ ის მნიშვნელოვანი მომარაგება და კომპონენტები, რომელსაც უნდა იღებდნენ მოკავშირეების და განსაკუთრებით ამერიკის მხრიდან. ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკულმა მხარემ აქტიურად დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ასეთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ აღარ მიიღებს აი ამ პროცესში მონაწილეობას და ეს თუკი ასე მოხდა, ეს რაღაც წილ ნიშნავს თუ არა იმასაც, რომ ამერიკამ შესაძლოა შეუჩეროს უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება და მთლიანად რაღაცნაირად ევროპას დააკისროს ეს პასუხისმგებლობა. ნუ ტრამპი რასაც ითხოვს, პირველ რიგში ეს არის ის, რომ ომი შეწყდეს. ის ითხოვს ნებისმიერი გზით მოხდეს ეს და როდესაც გააჟღერდა ინფორმაცია Wall Street Journal-ზე, როდესაც დაიწერა პირველად ცნობები იმის შესახებ, რომ ტრამპი ითხოვს ყირიმის აღიარების სანაცვლოდ უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტა, ესე ვთქვათ, ხელი მოაწეროს, ეს არის ერთგვარი დანებება, მარცხი და აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ის თავაზობს უშუალოდ მარცხს უკრაინას. და სანაცვლოდ მას არ პირდება, ესე ვთქვათ, შეიარაღებით უზრუნველყოფას, არ პირდება ფინანსურ უზრუნველყოფას და ერთგვარ გადარჩენასაც კი და იმ შემთხვევაში თუ გაუძალიანდება ზელენსკი ტრამპს და მათი ეს კონფლიქტი უფრო ცხელ ფაზაში გადავა, მოსალოდნელია, რომ უკრაინას შეუწყვიტოს სრულად ის ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დამტკიცებული სამხედრო დახმარება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ჯერ კიდევ ძალაშია. ხო, აი რამდენიმე მიწოდება და შიფმენტი დარჩა, ანუ გადაზიდვა დარჩა უკრაინაში ამ შეიარაღებისა და შემდეგ ამოიწურება, მაგრამ თავარი ესე ვთქვათ კომპონენტი რაც დააზარალებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეს იქნება პეტრიოტის რაკეტები. დღეს განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე და საკმაოდ ბევრი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, ფოთოსანი რაკეტები საკმაოდ ესეთ მოწყვლად ადგილებში გაუძვრა უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ამან დააზარალა დასახლებული ზონები, დაიღუპა უკვე 12 ადამიანია თუ არ ვცდები ბოლო ინფორმაციით დაღუპული და იმ შემთხვევაში თუ ტრამპი შეუწყვეტს უკრაინას იმ მნიშვნელოვანი კომპონენტებით უზრუნველყოფას, ეს ძალიან დააზარალებს და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ლიდერები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, მაგრამ ამის თანადროულად ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები და კომპონენტები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები არის შეგვიძლია ვთქვათ, ხო, შეუცვლელი და უალტერნატივო. ნუ ალტერნატივა არის განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ევროპელები პირდებიან უკრაინას ბოლომდე მხარში დგომას და მათ გააჩნიათ თავიანთი საშუალებები საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, თუმცა ეს ჯერადობით არის გასაზრდელი წარმოების მხრივ და ჯერ არ არის ეს, ესე ვთქვათ, მოცემულობის დონეზე უკრაინისთვის და შესაბამისად თუ პეტრიოტის რაკეტების სათანადო რაოდენობით მიწოდება არ მოხდება უკრაინისთვის, დაუდგება უკრაინას იმგვარი სიტუაცია, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაში ჩადგება ეს უკრაინის ქალაქები, დაიბომბება უფრო მასშტაბურად, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება და ეს ერთგვარად უფრო შესაძლოა მე ეჭვება, მაგრამ ერთი მხრივ შესაძლოა უფრო მეტი ნეგატიური განწყობა ამოწიოს საზოგადოების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულად, ესე ვთქვათ, მართლები არიან ამ ბრძოლაში, თუმცა ადამიანური ტრაგედიები თავის მხრივ რაღაც ნეგატიურ დახს დაასვამს თუ გაგრძელდება, ესე ვთქვათ, აი ამ ბალისტიკური და ფოთოსანი რაკეტების გაძრომა იგივე კიევში თუ სხვადასხვა ქალაქებში. დიახ, და ასევე სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ამ დოკუმენტში საუბარია ყირიმის დე იურე აღიარებაზე. აი რა გზავნილია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა სხვა ქვეყნებისთვის. აი ამაზე მსჯელობაც მე მგონი იქნება განსაკუთრებით საინტერესო, იგივე საქართველოს თუნდაც ბალკანეთი. განსაკუთრებით ჩვენთვის არის ეს სენსიტიური საკითხი, იმიტომ რომ თუ
ანუ 2018 წელს გვახსოვს ეს ფაქტი, მაშინ იყო ტრამპის პირველი ადმინისტრაციის, ანუ ტრამპის პირველი ვადის დროს იყო სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც ჩაწერა, ესე ვთქვათ, ჩანაწერი გააკეთა ესეთი მისი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ყირიმი არის ოკუპირებული. ყირიმი არის მიტაცებული რუსეთის მიერ და ყირიმი ეკუთვნის უკრაინის ტერიტორიას. შესაბამისად, თუ პრეცედენტს დაუშვებს ტრამპი, რომ სხვისი ტერიტორიის, ამ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიის მიტაცება არის ლეგალური და ამას გააჩნია რაღაცა იურიდიული საფუძვლები, ეს თვლიან თავდაყირად აყენებს მსოფლიოს წესრიგს. ამ შემთხვევაში ჩვენ განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რადგან თუ მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ყირიმი, რომელიც არის არალეგიტიმურ დონეზე რუსეთის მიერ მიტაცებული და ოკუპირებული, ამ შემთხვევაში ჩვენც შესაძლოა ამ პრეცედენტის ფონზე მძიმე მოცემულობა დაგვიდგეს, რადგანაც აფხაზეთი და ოსეთი კი არის ოკუპირებული და მთელი კაცობრიობა ამაზე თანხმდება, თუმცა თუ ყირიმზე დაიშვება ეს პრეცედენტი, შემდგომ ჩვენც ძალიან გაგუჭირდება აი ამ მიმართულებით იურიდიულ დონეზე, ესე ვთქვათ, რაღაცა დავები, ანუ სოფლიო წესრიგი არ უნდა იყოს იმგვარად, როდესაც პრედატორული, ანუ მტაცებლური ინსტინქტი იმოქმედებს დიდი ქვეყანა, როდესაც პატრას ჩაგრავს და სამწუხაროდ აი ამის რაღაც გამოვლენებს ხედავთ დღეს ამერიკის მხრიდან, როცა უნდა იყოს ამერიკა უკრაინის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, მაგრამ ჯერჯერობით ამას არ ხედავთ. სხვა შორის სანამ ეთერში შემოვიდოდი, Bloomberg-ზე გავრცელდა ესეთი სტატია, რომ ვიტკოფი ახლა ხვდება რამდენიმე დღეში პუტინს და იქ ტრამპის დამატებით მოთხოვნებს გააცნობს პუტინს და დამატებით მოთხოვნები შეეხება რას? პირველი დემილიტარიზაცია, რასაც ითხოვს პუტინი უკრაინის არმიისა, ეს უნდა ამოვიდეს მსჯელობის დღის წესრიგიდან. ასევე ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, ატომური ელექტროსადგური უნდა დაუბრუნდეს უკრაინას და ხარკოვის გარკვეული ზონებიდან, რომელიც მიტაცებული აქვს რუსეთს, უნდა დატოვონ რუსებმა და გადასცენ ის უკრაინელებს. ნუ ეს არაფერია რეალურად უკრაინისთვის სასარგებლო, შესაძლოა ესე ვთქვათ, თუმცა გუშინდელ მოცემულობაზე რაღაცა პოზიტიური დანამატი შეიძლება ჩანდეს. თუმცა აი უკრაინამ ფაქტია ალბათ თქვენც მეთანხმებით ამაში, რომ მაინც საერთო ენა დიდად ვერ გამონახა ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, არადა თანხმდებით იმაზე, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებულად დასასრულებლად. აი თქვენი ხედვით დაუშვა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი შეცდომები ამ გზაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯერ კიდევ არსებობს თუ არა იმის პერსპექტივა, რომ მხარეთა შორის მეტნაკლებად დათბეს ეს დიპლომატიური ურთიერთობები? პირველ რიგში ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გაიაზროს ის, რომ ამ ომის დასრულება არ უნდა რუსეთს. მოდი ახლა ესე ავიღოთ, რუსეთს რა სტრატეგიული მიზნები ჰქონდა ომის დაწყებამდე. მოკლედო ჩამოყალიბოთ. პირველი უკრაინის ზოგადი მოცემულობა არის იმგვარი, რომ ზოგადად უკრაინის განადგურება სურდა, მაგრამ უფრო სიღრმეებში ჩავიდეთ, პირველი ეს იყო უკრაინის არმიის დემილიტარიზაცია, რასაც ვერ მიაღწია და საპირისპირო სიტუაცია მიიღო. ითხოვდა უნდა კიევის დაკავება, იმიტომ რომ კიევის დაკავებით ის სრულად გათიშავდა უკრაინის წინააღმდეგობას ვერ შეძლო, სურდა ხარკოვის დაკავება, სურდა ოდესის ესე ვთქვათ ოკუპირება, იქ დესანტირება, თავისი სადესანტო ძალების გადასხმა და პროგრამა მინიმუმი წარმოადგენდა ზაპოროჟიეს აღებას და ხერსონის აღებას. და ყველაზე მცირე აი პროგრამა მინიმუმში კიდევ მინიმუმი შეიძლება ესე რომ მიმსჯელოთ, იყო დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა, რასაც ის ამ დრომდე ვერ აღწევს. შესაბამისად, პუტინს დღეს არ გააჩნია ისეთი ხელშესახები, ხელჩასაჭირი სიტუაცია, რომლითაც ის საკუთარ საზოგადოებას, საკუთარ ამომრჩეველს გამოყვებავს აი ამ პროპაგანდისტული მასალით, რომ მე აი ამ ხელოვნებით დავიწყე და რაღაცა მინიმალურ ბენეფიტებს, სარგებელს მივაღწია. ხო, ანუ ესეც კი არ გააჩნია პუტინს და აქედან გამომდინარე პუტინი არ აპირებს ამ ომის შეჩერებას ყოველ შემთხვევაში იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაც დღეს მას აქვს ფრონტის ხაზზე. თუ მას არ დაუკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც გააჩნია და ეს არის ის, რომ 4 რეგიონიდან ზაპოროჟიე, ხერსონი, დონბასი უნდა გავიდეს, ან დონბასში ყოლს ლუგანსკი და დონეცკი, ანუ 4 რეგიონიდან სრულად უნდა გავიდეს უკრაინის შერეღებული ძალები. თუ ამას არ დაუკმაყოფილებენ პუტინს, რთული იქნება მის მიერ რომ პროპაგანდისტულ დონეზე გაყიდოს ეს ამ ომის წარმატება. შესაბამისად, ტრამპმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ომში თუ ვინმეს არ სურს
ცეცხლის შეწყვეტა ეს არის პუტინი. და მსხვერპლი არის, რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ქვეყანა, მისი ხალხი, საზოგადოება, რომელსაც თავს დაესხნენ და ეს თავდასხმა იგეგმებოდა 2014 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინამ გადაწყვიტა, რომ გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი და უარი თქვა რუსულ, ესე ვთქვათ, ორბიტაზე ყოფნაზე, პუტინმა გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანაში უნდა შეიჭრას და დაამყაროს, ესე ვთქვათ, საბჭოთა დიქტატურა და საბჭოთა რეჟიმი, ესე ვთქვათ. ვუტრირებ, მაგრამ ამაში გულისხმობ იმას, რომ მისი ქოლგის ქვეშ უნდა უკრაინის მოქცევა. შესაბამისად, ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზელენსკის არ დაუშვია შეცდომა მის აი ამ გზაზე და რაც უნდა მოხდეს, ეს არის ის, რომ ტრამპმა უნდა გაიაზროს, რომ მსხვერპლს სჭირდება დახმარება, რადგან თუ უკრაინა ამოში დამარცხდება, შემდგომ უკვე მსოფლიო წესრიგი აირება და შესაძლოა ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დიდი ომები გამოიწვიოს.